მოკლედ ცოტა ხნის წინ მოხდა თავდასხმა გიორგი ვაშაძეზე. რაღაცა მე მგონი ეხლა ვნახავ ჩვენ კადრებსაც ეგრეთ წოდებული ატვიორტკით დაესხნენ თავს. ეს ტიტუშკა საბედნიეროდ გიორგი კარგად გძნობს თავს, ხოლო ქურთუკი გაიხა, მაგრამ ასევე ძალიან სახიფათო თავდასხმა იყო თვალსაზრისით, რომ როდესაც ხელში გააქვს ესეთი რამ ნებისმიერი რამე შეუძლია დაუზიანო ადამიანს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ეტაპზე. არ ვიცით ეს ტიტუშკა დაკავებული თუ არის თუ არა, გიორგი არის საავადმყოფოში თუ არ ვცდები, ხო? გადაყვანილი, მოკლედ თუ გვექნება საშუალება და თუ გათავისუფლდება მაგ დროისთვის, სანამ ჩვენ გადაცემას დავასრულებთ და ჩავრთავთ გიორგი ვაშაძეს, მანამდე ჩვენთან ერთად არის თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი. თამართან მინდა შევაჯამოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე ევროპარლამენტში, სადაც გაკეთა ძალიან მწვავე, უმწვავესი განცხადებები და სადაც ელოდებიან სალომე ზურაბიშვილს, საინტერესო იქნება, რაზე გააკეთებს აქცენტს ის ევროპარლამენტში გამოსვლისას. თუმცა სანამ ეს გვეცოდინება, მოდით შევაჯამოთ დღევანდელი საღამო ევროპარლამენტში და გარდა ამისა, თამარ თქვენთანაც ასევე უნდა დავიწყო. თქვენთან საუბარი უნდა დავიწყო იმ ორი განცხადებით, რომელიც რუმინეთის შემდეგ ამ საღამოს გააკეთა როგორც ესპანეთის, ასევე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და მათ თქვეს, რომ მოკლეში ნარსი რომ გადმოვცეთ, გაუგნებულები არიან იმ დეზინფორმაციით, რომელიც გაავრცელა ირაკლი კობახიძემ, რომ მათ მხარი დაუჭირეს კაია კალასის ინიციატივას ამ დიპლომატიურ პასპორტებთან შეჩერებასთან დაკავშირებით და გმობენ იმ ძალადობას, რომელიც საქართველოში ხდება და არიან ქართველი ხალხის გვერდით. ხო, აი როგორ უნდა შევაფასოთ, არ ვიცი, იმიტომ რომ ასეთ ცოცხალ ტყუილს რო ამბობ დილიდან იცი რომ საღამოს ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი, მე არ ვიცი როგორ უნდა შევაფასო, მაგრამ თქვენ მაინც როგორ შეაფასებთ? მოგესალმები ეკა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. სასოწარკვეთილ ნაბიჯს უწოდებ, აი ვეღარ თვლიან, ჩემი აზრით ვეღარ ითვლიან იმას, რომ უკვე მიეჩვია ევროკავშირი სრულსიცრუეების ქადაგებას უმაღლესი პირებისგან საქართველოში და უკვე ჩემი აზრით შეიძლება სხვა ბერკეტები ისე კარგად ვერ აამუშავა, მაგრამ იმას მაინც მიხვდა ევროკავშირი, რომ და მისი სხვადასხვა წევრი ქვეყნები, რომ სასწრაფოდ უნდა ირეაგირონ ხოლმე ოფიციალურად და სასწრაფოდ თქვა სინამდვილეში რა უთხრეს, ხო? ეს იყო მაკრონის შემთხვევაში, ეხლა ბოლო დღეებში და ეხლა არის სამი ქვეყნის შემთხვევაში, ანუ რუმინეთმაც, ესპანეთმაც და იტალიამაც სასწრაფოდ დაწერეს, ხო, რომ ჩვენ არასი არ იყო, ვემხრობოდით კაია კალასის შემოთავაზებულ პერსონალურ სანქციებს, მაგრამ არ გამოვიდა ეს ვიცით რატო ეს უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო არ გამოვიდა და არა ჩვენს გამო, ანუ მოკლედ ეს თქვეს და ძალიან კარგი რომ ეს სწრაფად რეაგირებენ, ჩემი აზრით საქართველოში ყველა საელჩო მიეჩვია ევროკავშირის რომ აი ამ ხელ დეზინფორმაცია მოდის და უბრალოდ რეაგირებენ. ისინი შეჯერებით რა თქმა უნდა მხოლოდ რეაგირებენ საქართველოს წამოსულ დეზინფორმაციაზე და ერთი მხრივ კარგიც არის, იმიტომ რომ აქამდე გარკვეულად რაღაცას ყალბად ეუბნებოდა ხოლმე, რომ აი თქვენ უნდა დეზინფორმაციას ებრძოლოთ და ამაზე ჩვენ დაგეხმარებით, ხო რაღაც დათქმებშიც იყო 12 თუ 9 დათქმაში. ამ დროს ყველა მიცოდა უკვე რომ ეს დეზინფორმაცია ძირითადად განსაკუთრებით საელჩოებმა საქართველოში მოდის უმაღლესი პირებიდან, ხო, ოცნების პარტიული ასე ვთქვათ უფროსობისგან და ასევე მთავრობის პირებისგან. და ახლა უკვე ყველაფერს ამას სახელი უკვე დაერქვა და პირდაპირ მიდის ხილება. ხილებას უწოდებდი ამას, მე მეტი ვერაფერი ვერ შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში, ხო? და რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი ალბათ ვერც თვლიან, რომ არ შერჩებათ ეს ტყუილი, ასე ვთქვათ. ხო, არ ვიცი, აი თავის
გაპამპულავებაც არის და გაპამპულავებად. მოკეთ, კაი, საინტერესო იქნება ხა ხვალ თუ გამოჩნდება ამ სირცხვილის შემდეგ, ბევრი სირცხვილი უჭამია ირაკლი კობახიძეს, მაგრამ ესეც დიდი სერიოზული სირცხვილია, ასე რომ ნახოთ თუ გამოჩნდება და რა სიტყვის, მაგრამ ნუ ისეთი უტიფარია ნებისმიერი რამე შეუძლია თქვას. მოდით ვილაპარაკოთ ეკა გამოჩნდება, იმიტომ რომ ბალტიისპირეთზეც მინდა ვთქვა რა, ის რო თქვა რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს სუვერენიტეტი აქვს შეზღუდული და ვიღაცების კარნახით, არა, რომელიღაცა სახელმწიფო ესე თქვა, ანუ უფრო ძლიერ სახელმწიფოს განიხილავდა, არ ვიცი ვის. არა, თან საბჭოთა არისო, თან საბჭოთა წარსულიდან ვერ გამოვიდნენ და თან რომელიღაცა დასავლური ქვეყნის კარნახითო. ნახეთ და მე აი ამის მე არ შეცხვადა მეც და ერთი დღის მე აკეთებს კიდე მეორე ტყუილის გარკვეულ რაღაც დემონსტრირებას, სადაც ამბობს, რომ სამი ქვეყანა ემხრობოდა იმ ორ ქვეყანას. ნუ რატომაც ესეც რაღაც ძალიან სასუსტებელი რაღაც არის, იმიტომ რომ გინდაც მართლაც ყოფილიყო ხუთი ქვეყანა, 27-დან ხუთი ქვეყანა მართლა მის მხარეს რო ყოფილიყო, მაინც წაგებული აქვს აბსოლუტურად ყველანაირად საინფორმაციო ომი და ამავე დროს სამი ქვეყანა უნდა რომ ესე არ იყო. ანუ ეხლა ძალიან სასაცილო იყო სლოვაკეთშიც რო თქვას რომ მე ჩემი აზრით ორბანი რო არ თხოვდეს ფიცოს რომ შენ მე მხარი უნდა დამიჭირო სლოვაკეთი არასოდეს არ იზავდა ამას ეს რო არის ორბანი მთავარი პრობლემა აქ არის ორბანი მოკლედ მაგრამ ორბანს აქვს სერიოზული შიდა პრობლემები მისი რეიტინგი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე და გადაუსწრო ძალიან დიდი ასე ვთქვათ დაშორებით ოპოზიციამ და მას ეხლა დაჭირდება უფრო მეტი ასეთ გვაჭრობა ბრიუსელთან, მაგრამ ნუ ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ საინტერესო ესეც თავისთავად და ფიცოსაც აქვს სერიოზული პრობლემები თავის კოალიციაში, ესეც საინტერესოა როგორ განვითარდება აქ ვითარება, პოლიტიკური ვითარება, იმიტომ რომ ჩვენზეც აისახება, ასე რომ ამ ორ ქვეყანას დავაკვირდებით რა საკვირველია, მოდით ახლა დაუბრუნდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს, რომელზეც არაჩვეულებრივი პოსტი გეწერათ დღეს აი ამ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მოწოდებებზე და იმ პირველ გადაწყვეტილებაზე დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ევროკავშირმა, რას ნიშნავს, რისი სიგნალია? ეს არის ჩემი აზრით ხელმძღვანელი დებატები არის იმის სიგნალი რომ ევროკავშირში ყველას ძალიან კარგად ესმის რა ხდება საქართველოში და მთლიანად ეს დებატები იყო მიმართული უფრო ევროკავშირის მიმართულებით რა თქმა უნდა ქართულ ხალხს ღიად გამოუხატეს რომ ის მათ ესმით ქართული ხალხის სახელი ისინი უყურებენ მათ გმირობას და ყველანაირად უნდათ რომ ხარში დაუდგნენ ევროპარლამენტი საერთოდაც ასე იყო ყოველთვის ძალიან კაცრად უჭერდა მხარს ქართული ხალხის ნებას ევროპული მომავლის შექმნის და ოჯახის ევროპის და ამავე დროს ღიად დაგმო ევროკავშირმა როგორც იცით ბოლო რეზოლუციაში არჩევნები როგორც ჩატარდა და არალეგიტიმურად განიხილავს აი ან ეს ყველაფერი კვეთრად ნათქვამი ყველაფერი უკვე იყო მაგრამ დღეს ძირითადად განცხადებები გაკეთდა ჩემი აზრით უფრო ევროკავშირისადმი რომ არის ყველაფერი ამოქმედებული პატარა ბერკეტით თუ განცხადებებით არასაკმარისი იმასთან შესაბამისი არ არის რაც საჭიროებას მოითხოვს სიტუაცია საქართველოში და ამავე დროს ძალიან კარგად იცოდნენ ამ ევროპარლამენტარებმა რომ კაია კალაშის ბრალი არ იყო ის რომ პერსონალური სანქციები ვერ მიიღეს ხო ვიცით რომ ეს ორბანმა დაბლოკა მაგრამ ეს დებატები საჭირო იყო სწორედ იმ უნგრელი ხალხისთვისაც ვინც მოусმენს ხო ამ დებატებს და ხედავს რომ მისმა ქვეყანამ მისმა ლიდერმა დაბლოკა და საერთო ჯამში მისი იმ პატარა პარტიისთვისაც რომელიც ევროპარლამენტში არის ხო როგორც პარტია 24 წევრი ყავთ და ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ის რომ ის ძალა პოლიტიკური ძალა რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა საკუთარ მომხრეებს აჯერებს რომ არის მათ მხარეს ანუ ეს ღირსებით და კეთილდღეობით რომ უნდა შევიდნენ იმ ევროპაში ეს ინომეროში არის ორბანის ძალა ხო ვიცით რომ მხოლოდ ორბანი არის მათი მომხრე და ორბანის ძალის წარმომადგენელი იმიტომ რომ თქვენ იცით რომ დღევანდელ დებატებში პატარა დებატი იყო ეს იყო პატარად რატო ამბობ 7 ჯგუფიდან 7 წარმომადგენელი გამოვიდა გახსნა რა თქმა უნდა ევროპის კომისარმა და დაასრულა დებატი ევროპის კომისიიდან მაგრამ 7 ჯგუფის წარმომადგენელი გამოვიდა მნიშვნელოვანი იმით იყო რომ როდესაც ისინი საუბრობდნენ მაგალითად თელი პოლიტიკური ჯგუფის სახელით საუბრობდნენ და ასე იყო ორბანის ჯგუფის შემთხვევაში და ეს გერმანელი ევროდეპუტატი რომელიც არის გერმანული
ultramemorģvene partijიდან AfD-დან მან ღიად თქვა რომ დიახ ძალიან ცუდი სიტუაციაა საქართველოში ჩამოშლია დემოკრატია ინსტიტუტები იქ პატარა პარალელებს აკეთებდა გერმანიაში ასეა ამბობდა და ამიტომ ბოლოს დაასკვნა ჩვენ ნათლად ხედავთ რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და არც უნდა მივიღოთ ამ კლუბშიო და ეს არის აი ამის ახსნა მინდა ყოველთვის რომ ის ძალა რომელიც ერთადერთი რომელიც მათი ელაპარაკება მათი მეკავშირე არის საბჭოში რა თქმა უნდა მათი სანქციების შემთხვევაში მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალა რომელსაც არ უნდა საქართველოს ევროკავშირში საერთოდ არ უნდა საქართველოს დრო დაიხარჯოს და აბსოლუტურად არ მოწონთ ის ფაქტიც რომ საქართველოსზე მაგალითად დებატია იმიტომ რომ ნუ ვერევით ამ ქვეყნის საქმეებში რაც უნდა ის უქმნია მის პატარა თუ დიდი ოლიგარქს და დავანებოთ საქართველოს თავი საერთოდ არ უნდა იგი ევროკავშირში აი ესეთი ხალხი არის დღევანდელი მთავრობის ერთადერთი მომხრე ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ისინი არიან სრული უმცირესობა. ძალიან პატარა ჯგუფია, მაგრამ ეს ჯგუფია კორბანს. ასეა თუ ისია, მისი ჯგუფის სახელით ეს მესიჯი გაჟღერდა. და მოკლედ რა შეიძლება ველოდოთ ახლა ევროკავშირისგან ვიცით რომ გადაწყვეტილებების მიღება რთულია დიდი ბიუროკრატიული სტრუქტურა მაგრამ ამერიკის არ იყოს ხო თუ ერთი ეს გემი დაიძრა მერე აღარ გაჩერდება ხო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადაწყვეტილება ანუ დიპლომატიური პასპორტებთან დაკავშირებული საკითხი იმიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ აქ უკვე ტონი განისაზღვრა პოლიტიკური ნება როგორია განისაზღვრა დამოკიდებულება როგორია და ამის შემდეგ უკვე დაიწყება თქვათ უფრო მკაცრ სანქციებზე ლაპარაკი თუ არ გამოვიდა ევროკავშირის მასშტაბით ცალკეული ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას მაგალითად გერმანია ვიცით რომ ამისთვის მზად არის და ამ ზომებს ემხრობა და უნდა ამ ზომების მიღება აი ხო როგორ შეიძლება ძნელია რასაკვირველი ხა წინასწარ განსაზღვროთ მაგრამ რაღაცა ასე ვთქვათ უკვე გამოიკვეთა ხო რაღაც ნიშნები რომელი სახელმწიფო ან ევროკავშირი თვითონ რაზეა რა ნაბიჯებს გადადგავს ან ცალკეული მნიშვნელოვანი დიდი სახელმწიფო კი მაგალითად ევროკავშირის დონეზე ხო ჯერჯერობით რომ ვერ მოახერხოს ევროკავშირმა ეს პერსონალური სანქციების დადება იმიტომ რომ ორბანმა დაბლოკოს ან მარტო ორბანმა ან ფიცოსთან ერთად სლოვაკეთთან ერთად ნუ შემთხვევაში მარტო ორბანიც ეყოფოდა ეს კიდაც ასე იყოს ჩვენს თემაზე მუშაობს ორი ისეთი პიროვნება განსაკუთრებულად რომლებიც აბსოლუტურად ყველა ბერკეტის ამოქმედებას ეცდებიან ეს არის კაია კალასი რომელიც ძალიან კარგად ესმის რა ხდება საქართველოში და ასევე არის პოლონეთის დღევანდელი მთავრობა რომელიც პრეზიდენტობას ან მორიგ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში იღებს უკვე 1 იანვრიდან პოლონეთი არის ქვეყანა რომელიც არის ასევე ვაიმარის საკუთხედის ქვეყანა ანუ გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად მუშაობენ სწორედ უკვე რამდენიმე დღის წინ დაანონსებულა ამ მეორე გეგმაზე ან პირველი იყო ის ოფიციალური არხი კაია კალასის მიერ შედგენილი სია, რომელსაც ევროპული მაგნიტის აქტით უნდა დაესანქცირებინა უკვე უშაბათს საქართველოს თავობის უმაღლესი პირები, რაც არ გამოვიდა. ველოდებოდით, რომ ორბანი დაბლოკავდა, მაგრამ მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ეს ღიათაც. ამიტომ ეს მეორე პლან B, ასე ვთქვათ, მეორე გეგმა უკვე არის მუშაობის პროცესში და ამას სათავეში უდგია გერმანია, პოლონეთსა და საფრანგეთთან ერთად. ხა ეს ქვეყნები არიან უმნიშვნელოვანესი ქვეყნები. ევროკავშირში არიან საერთოდ მთავარი მანქანას როგორც ჭირდება მოტორი და მოტორის გარეშე არაფერი გამოუვა მოტორი არის გერმანია და საფრანგეთი და პოლონეთი რა ამიტომ თუ ეს ქვეყნები აი ამ ასეთ კოალიციაში ქმნიან თუ სურველი ქვეყნების ჯგუფს ასე ვთქვათ სადაც ყველა იმ ქვეყანას ეთქვიან დანარჩენებს რომ ჩვენ ამადამ დღეს ერთიანად კოორდინირებულად გამოვაცხადებთ ოთხრივ სანქციებს, ხო, ნებისმიერი ეს წევრი ქვეყნა შემოგვერთით, აქ იქნება გარკვეული ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც მათ შეუერთდება, მინიმუმ ეს 12-14 ქვეყანა იქნება პირველ ეტაპზე, არ გულისხმობ ბალტიისპირეთს, იმიტომ რომ მათ უკვე გააკეთეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საერთო ჯამში ერთად მოხდება და ეს უკვე ნიშნავს, რომ თუ გინდაც
ის ორი ქვეყანა, რომელსაც უკვე საუბრობთ, ხო, უნგრეთი და სლოვაკეთი, არ იმონაწილეობენ აი ამ გაერთიანებაში, დანარჩენი ქვეყნებისთვის ეს ასე იქნება და მაშინ როცა შენგენის ზონა როგორ მუშაობს, ეს არის ის, რომ შესვლაზე ლაპარაკობ ევროკავშირის ტერიტორიაზე, საერთოდ მთელი შენგენის ზონის ჰარმონირება ხდება, ჰარმონიზაცია ხდება ნებისმიერი ზომის, ხო? და აი ამ ზომების ჰარმონიზაცია მოხდება და დომინოს ეფექტით სხვა ქვეყნებიც გაატარებენ აი ამ არ შეშვებას, ანუ სანქციებას. ის ქვეყნებიც კი, სხვათა შორის მათი სასაზღვრო ნაწილიც კი, რომლებიც ოფიციალურად არ აცხადებენ აი ამ სანქციებს. ასე მოხდება, იმიტომ რომ ესე ხდება, ყველა სერვისი სხვადასხვანაირად მუშაობს და აი ეს სასაზღვრო ნაწილი ცალკე მუშაობს, რა თქმა უნდა. თუ რა თქმა უნდა მოხდა უმაღლესი დონის ვიზიტი კობახიძის მაგალითად უნგრეთში, შეიძლება ეს ყველაფერი უმაღლესი ორბანის დონიდან იყოს უკვე გაკეთებული, რომ მას შეუშვებენ უნგრეთში, მაგრამ აი ამ დანარჩენებს ხომ მთელ გუნდზე საუბრობ, მათზე გავრცელდება მაინც ის დაბკოლებები, რომ ტერიტორიაზე შევიდნენ ევროკავშირის. გარდა ამისა, არის ასევე აი ეს ამ საკითხთან დაკავშირებით არის რა თქმა უნდა ევროკავშირის მიერ უკვე განხორციელებული ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად არანაირი დახმარება და პროგრამები აღარ ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან. 150 მილიონი იყო უბრალოდ ერთ წელიწადში, ეს ცოტა არ არის და უმაღლესი დონის შეხვედრებიც რა თქმა უნდა აღარ ხდება, ხო? და არც მე მგონი საპარლამენტო დონეზეც აღარანაირი შეხვედრები აღარ იგეგმება საქართველოსთან, ამიტომ ხდება აბსოლუტურად თითქმის ყველა ბერკეტის ამუშავება, რაც ამ ეტაპზე შეუძლია ევროკავშირმა გააკეთოს ცალკეული ქვეყნების მიერ თუ ჯგუფის მიერ, მაგრამ მაინც ეფექტი იქნება ერთი და იგივე ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა თამარ, დიდი მადლობა საინტერესო შეჯამებისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს დაუზარელად, ასე ვთქვათ, თანამშრომლობთ ჩვენთან ფაქტობრივად, აი ყოველთვის როცა არ უნდა დაგჭირდეს თქვენი კომენტარი, მზად ხართ, რომ ინტერვიუ მოგცეთ. აი თემაში, რასაც ძალიან კომპეტენტური ხართ. დიდი მადლობა თამარ გუგულაშვილს, მე ამით გემშვიდობებით და ერთმანეთს შევხვდებით შაბათ წესით, მაგრამ სხვა დღეებით შეიძლება. კარგად გრძანდებოდეთ.